როგორ ხართ? მე ვარ ქრისტი, ეს არის გადაცემა 5-5-ზე. დღეს ნახავთ სუპერლიგის მესამე ტურის მიმოხილვას. პლუს სიუჟეტი ყველაზე კოლორიტულ გულშემატკივარზე. ეს არის გადაცემა 5-5-ზე. მე ვარ ნინი. პირველი ტაიმის შემდეგ ქუთაისი 17 ქულას უგებს რუსთავს. ჩემ გუნდს გამარჯვებას, ყოველთვის ძალიან რთულია რუსთავში თამაში, რუსთავის დარბაზში გოლშემატკივარი, რომელიც საოცარ ატმოსფეროს ქმნის ხოლმე. პაუზა, რომელიც თამაშის მიმდინარეობისას მეორე პერიოდის დასასრულს მოხდა, რა თქმა უნდა, ამას ძალიან ცუდად იმოქმედა ჩემ გუნდზე. მანამდე ყველაფერი ძალიან კარგად მიდიოდა, 20 ქულიანი უპირატესობაც ჰქონდა, მაგრამ არა უშავს, როგორც გითხარით, თავარია გამარჯვებამდე მივედით, ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვეთ და იმედი მაქვს, რომ ესე გავაგრძელებთ. თავიდანვე ძალიან გაზაბულად წავიდა თამაში და დაცვაში ძალიან მოვიკოჭლება ჩვენი გუნდი. თითქმის 12-12-დან 40-ით 20 გახდა. ესე იგი დაცვის ბრალია, რომ ამ დონემდე მივიყვანეთ თამაშის ბედი. ვეღარ შევძელით, მე ბიჭებმა ყველაფერი გააკეთეს, მადლობელი ვარ, რომ ეს ფაქტიურად თამაშის მოატრიალეს, მაგრამ დრო არ გვეყო ცოტა. 1-5 წუთი გქონოდა კიდე უფრო დაიძაბებოდა, შეიძლება მოგვეყო. ულოცავ ქუთაისის წარმატებას, მაგრამ ეს დასაწყისია სუპერლიგის და ყველაფერი წინა. საკმაოდ მნიშვნელოვანი მატჩი იყო. რამოდენიმე თამაშს წავაგეთ მიყოლებით და იმის შემდეგ გუნდის ცდილობს რომ ფორმაში შევიდეს და ჩვენი თამაში ვიპოვოთ და ეს გასვლაზე მოპოვებული მოგება ძალიან მნიშვნელოვანი იყო პირველ რიგში, იმიტომ რომ გუნდის შეთამაშდეს და თავის თავში დარწმუნდეს და იგრძნოს ეს ჩვენი ძალა, რაც რეალურად ქუთაისს წარმოადგენს. ამიტომ დღევანდელი მატჩი საკმაოდ მნიშვნელოვანი იყო ჩვენთვის რა. გუნდმა კარგად ითამაშა, საკმაოდ ძლიერ გუნდს მოუგეთ გასვლაზე, ამიტომ კმაყოფილი ვარ ყველაფერს. ისევე როგორც წინა ორ გადაცემაში. დღეს ჩვენი სტუმარი იქნება სპორტული ჟურნალისტი ზურაბ თალაკვაძე. ქუთაისის და რუსთავის შეხვედრაში თავიდანვე იყო ნათელი, რომ ფავორიტი იყო მოქმედი ჩემპიონი. ძალიან კარგი გუნდი ყავს კოტეტუღუს, რომელიც პროცესში უმატებს და გიორგი ცინცაძე ჯერ თამაშობს ენერგიის რაციონალურად გადანაწილებით. გიო ცდილობს ინტეგრირება გაუწიოს აბსოლუტურად ყველა წევრს თავისი გუნდის და ეს სწორია. გუნდს ემჩნევა თუნელის ხელი, კოტე ძალიან კარგად ანაწილებს უშუალოდ თავის კოლექტივში მთელი სტაფის ენერგიას, კოტე უფრთხილდება ყველა მოთამაშეს და კოტე შანსს აძლევს ყველა მოთამაშეს. შესაბამისად ეს ორმაგად დასაფასებელია. რუსთავის გამოსვლა იყო კარგი, ეპიზოდებში გუნდს აკლია შეთამაშება და გუნდს მალე დაემატება კიდევ ერთი ამერიკელი ლეგიონერი, მეოთხე ნომერი. შესაბამისად რუსთავი გახდება უფრო მობილური, წარმატება მინდა უსურვო რამაზ გოგობერიშვილს, ეს გუნდი იმაზე ბევრად კარგია, ვიდრე ეს ქუთაისთან გამოჩნდა. როგორ ხართ? მე ვარ ქრისტი.
სუპერლიგის მესამე ტური სპორტის ახალსასახლეში კაქტუსის და ბათუმის თამაშით განახლდა. ვფიქრობ, საკმაოდ დაძაბული თამაში იქნება. კაქტუსი კაი გუნდია, მხოლოდ ერთ თამაში ითამაშა და მოიგო ეს თამაში. თან საკმაოდ ძლიერ გუნდს მოუგო, ქუთაისს მოუგო. მზადვართ ამ თამაშისთვის, ჩვენთან ყველა ჯანმრთელადაა. ველი დაძაბულ შეხვედრას. კარგად დაკომპლექტებული გუნდია კაქტუსი, 3 ამერიკელი ყავს და ქართველები საკმაოდ კაი მოთამაშეები ყავს. ნახოთ, ვიბრძოლებ გამარჯვებისთვის. რაც შეეხება დღევანდელ ჩვენს მოწინააღმდეგეს, ვეთამაშებით ძალიან კარგ გუნდს. ბათუმი ძალიან კარგი გუნდია, კარგი ლეგიონერებით. ასე რომ ძალიან მძიმე თამაში გვექნება, მაგრამ ნუ ჩვენი გუნდი, მე ადრეც აღვნიშნე, ყველა თამაშს შეეცდება რომ გავიდეს, იბრძოლოს და მოსაგებად ითამაშოს. ესე ვაფიქრებ დღესაც შანსებს 50-50 შევაფასებ, მაგრამ კიდე გავიმეორებ, რომ ძალიან ძლიერი გუნდი ვეთამაშებთ. გვაქვს დანაკლისი, ანუ არ ვიცით. ჩვენი ამერიკელი გამთამაშებელი ითამაშებს თუ არა, შეძლებს თუ არა თამაშს, მაგრამ ნახოთ თამაშის ცვლილება გვაჩვენებს ყველას. უფრო კარგად ვითამაშეთ დღეს ვიდრე კაქტუსმა, უფრო ნაკლები შეცდომები დაუშვით და ალბათ ამის ხარჯზე გავიმარჯვეთ. რა თქმა უნდა, დაცვაში შეცდომები გვაქვს გამოსასწორებელი. ანუ შემდეგი თამაშისთვის ამ ყველაფერზე ვიმუშავებთ, რომ გამოვასწოროთ და უფრო უკეთესი დაცვით შევთავაზოთ მოწინააღმდეგეს. ნუ უოცავთ ჩემ გუნდს გამარჯვებას. შემდეგი თამაში წინ არის და ასე რომ ყველა შეცდომას გამოვასწორებთ. ბათუმი მე ძალიან მომწონს. ბესიკ ლეჟავა ჩემი აზრით არის ამ სეზონის ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშე და თუ სტაბილურობა შეინარჩუნებს გიორგი ცინცაძის შემდეგ ალბათ ვესო იქნება საუკეთესო მოთამაშის პრიზისთვის ერთ-ერთი ფავორიტი ირაკლი ჩლაიძესთან და კიდევ რამდენიმე მოთამაშესთან ერთად. კაქტუსს მაინც აკლია შეთამაშება. იყო სენსაცია ქუთაისთან მოგება 79-76, მაგრამ მაინც კაქტუსმა უნდა მოუმატოს კომბინაციურად. კაქტუსში ალბათ ძირითადი დატვირთვა წამოვა ლეგიონერებზე პლუს შლაიძე ჩიკვილაძეზე და ჩემი აზრით ცოტა მეტი უნდა აიღოს საკუთარ თავზე ბააკაშვილმა, რომელიც დღეს არის ერთ-ერთი კარგი სტაბილური პლეიმეიკერი საქართველოს ჩემპიონატში. ნუ სხვა მხრივ თამაში იყო საინტერესო ეტაპობრივად, ეპიზოდურად, მაგრამ ძირითადად ბათუმი დომინირებდა და უსტიაშვილის გუნდის აბსოლუტურად ლოგიკური გამარჯვება. იწყება მეორე თამაში, სოხუმი და ჩემპიონობის ერთ-ერთი ფავორიტი თბილისის დინამო. მქონდა ცუდი სტარტი ამ ჩემპიონატზე, ეს გამომდინარე იქიდან, რომ ვერ მოვასწარით მოსამზადებელი პერიოდის გავლა და ლაგდებით ნელ-ნელა ახალი ჩამოსულია მილერი და ეწყობა გუნდს და დღევანდელ თამაში ალბათ უკეთესად ვითამაშებთ.
ნახეთ ის ჩვენი შეცდომები, რომელიც რუსთავთან და ქუთაისთან ჰქონდა, ალბათ აღარ განმეორდება და ვითამაშებთ იმ კალათბურთს, რასაც ქართული კალათბურთი ქვია და ქართველი გულშემატკივარი მიიღებს სიამოვნებას დღევანდელ თამაშიდან. პირველ რიგში ის რომ ჩვენ ვიცნობთ სოხუმის გუნდს, თუმცა არის ერთი საკმაოდ დიდი სხვაობა, ყავს ახალი მცველი ნუგზარ ჭეიშვილი, რომელთანაც მე პირადად როგორც მოთამაშეს მიმუშავია, მეტნაკლებად ვიცნობ მის შეხედულებას კალათბურთის მხრივ, ასე რომ მას უყვარს სწრაფი თამაში, მას უყვარს აგრესია, ის არის სავსე სიურპრიზებით, რაც ძალიან მნიშვნელოვანი არის. ამიტომ ვფიქრობ, ბატონი ნუგზარის მოსვლით მხოლოდ მოიგო სოხუმის გუნდმა. ჩვენ უდგებით ძალიან სერიოზულად ამ ყველაფერს, მეტნაკლებად ვიცნობთ ამ გუნდს. დიდი იმედი მაქვს, რომ ის დავალება, რაცა ჩემი მოთამაშეების მხრივ, არ ვათამაშოთ სწრაფი თამაში და მაქსიმალურად შევუზღუდოთ სივრცეები და არ მივცეთ თავისუფალი სროლის საშუალება. ეს არის ჩვენი მონახაზი. დანარჩენი თვითონ თამაში გვიჩვენებს რა და როგორ იქნება. საკმაოდ დაძაბულად დაიწყო შეხვედრა. პირველი ნახევარი თითქმის ანაბრად მიდიოდა ყველაფერი, თუმცა მოახერხეთ მობილიზება მე-3-4-ში და სასურველ შედეგსაც მივაღწიეთ და კარგი ანგარიშთაც მოვიგეთ. დღეს დანაკლისი გქონდა, ვაკლდა მოთამაშეები ტრავმის გამო, თუმცა დინამოს წელს ეს სიღრმე აქვს, რომ ეს დანაკლისი შევავსოთ. და ეს დღეს კარგად გამოგვივიდა. ჯერჯერობით არ ვარ სასურველ კონდიციებში, თუმცა სეზონი ახალი დაწყებულია და მომავლისთვის უკვე მზად ვიქნებით ყველაფერს. დინამოს თამაში მე წელს ძალიან მომწონს. სოხუმი არ არის სუსტი გუნდი, სოხუმში არის რამდენიმე ძალიან საინტერესო მოთამაშე, მაგრამ იმდენად მარტივად, იმდენად გემოვნებით და ეფექტურად ითამაშა დღეს თბილისის დინამომ, რომ არსებობდეს ტურის საუკეთესო გუნდის პრიზი, ულაპარაკოთ, აი დაუფიქრებლად გადავცემდი თბილისის დინამოს. მე ძალიან მომწონს რაციონალიზმი, როგორც აკეთებს ყველაფერს დინამო. არაფერი ზედმეტი. ყველაფერი არის გათვლილი და ირაკლი ხოშტარიას გუნდში ყველამ იცის თავისი როლი. ძალიან კარგი იყო დღეს გოგოძე, როგორც ყოველთვის სტაბილური მიშა ბერიშვილი და ალბათ არა მხოლოდ ყველაზე მეტი ქულის გამო საუკეთესო იყო მიშა ჭოჭუა, რომელმაც ამ სეზონში მისთვის ალბათ ყველაზე გამორჩეული წუთები ჩაატარა. დინამო რჩება ქუთაისთან ერთად ჩემპიონობის ერთ-ერთ ფავორიტად და სოხუმი თუ უფრო მალე შეთამაშდება და უფრო მალე დაიხვეწება რაღაც ძირითადი ნიუანსები, გუნდისთვის უკეთესი იქნება, რომ არ დაკარგოს პირველ 4-ში გასვლის შანსი. ტურის ბოლო შეხვედრა, რომელშიც ერთმანეთს მგზავრები და ოლიმპი შეხვდებიან. გავესაუბროთ გუნდების მწვრთნელებს. პირველ რიგში მინდა აღვნიშნო ჩემ გუნდზე ძალიან დიდი პრობლემები გვაქვს უცხოელებთან დაკავშირებით. ერთი უცხოელი საერთოდ გაუშვით, რომ მუხლის პრობლემა ქონა, ორი უცხოელი გამირებული ყავს. ჩვენ მაქსიმალურად მომემზადეთ ამ გუნდთან. ამ გუნდთან წაგებული გვაქვს თუდის ფაზზე. საკმაოდ ძლიერი გუნდი არის, საკმაოდ ორგანიზებული გუნდი არის და ავით მაქსიმალურად შევეცდებით, მაქსიმალურად მომემზადეთ და ავით ჩვენთვის სასურველი შედეგი
Прогноз не буду ничего прогнозировать, не знаю. Посмотрим после игры по результату. Команда в хорошей форме. Отходим после 2 тяжелых поражений. Надеюсь, готовы к характеру, да, к победам. Поэтому все будет на табло после игры. Так прогнозировать в нашем спорте сложно. Выиграли игру, очень рад самоотдаче ребят, что даже там вели в счете и не сбавили обороты, да, как бывает. Знаем, что у противника не было 2 важных для него игроков, но все равно не расслаблялись. И дали забить 49 очков за 4 четверти, это хорошая защита, скажем так. Поэтому поздравляю руководство команды, всю команду с победой, всем спасибо. კარგი პირველი გამარჯვება მოვიპოვეთ, რაც ძალიან მნიშვნელოვანი არის. ორი დაძაბული თამაში დავაკეთე, ვფიქრობ, რომ ეხლა მოუმატებთ ამას. სამწვრთნელო შტაბი და მოთამაშეები ყველაფერს ვაკეთებთ, რომ შედეგი კარგი გქონდეს და დარწმუნებული ვარ, ნელა მოვა უკეთესი შედეგით და გავაგრძელებთ მოგების სერიას. და ტურის საუკეთესო მოთამაშე გიორგი ცინცაძე, რომელმაც რუსთავში ითამაშა ფენომენალურად. ძალიან ბევრი კარგი პასი, ინდივიდუალიზმი, შესვლები, შორიდან სროლა, კონტაქტში შესვლა. ცინცაძე იყო კარგი ორკესტრატორი და ტურის MVP დამსახურებულად გახდა ქუთაისის და საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი. სოხუმის კლუბი არის საქართველოს ერთიანობის სიმბოლო. ამიტომ ამ გუნდის გამოსვლა საქართველოს ჩემპიონატში და სუპერლიგაში აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა, არა მარტო სპორტული, ამიტომაც არის რომ ბოლო წლებში გუნდს ხავს ძალიან ბევრი კომაგი, როგორც სოხუმში, ქუთაისში, თბილისში, ბათუმში, მე არ შემცევი რომ სოხუმშიც არიან ჩვენი კომაგები, დღევანდელ სოხუმშიც
და არასაკრებულია ევროპის ქვეყნებში. წელს ცოტა გაგვიჭირდა სტარტზე, მაგრამ იმედია რომ ნელ-ნელა სოხუმის გუნდი მოუმატებს და ანგარიშ გასაწევი ძალა იქნება ყველა გუნდებისთვის. გვინდა ძალიან რომ წელსაც როგორც გასულ სეზონში მოხდეთ 4-ეულში. გამოვა თუ ეს არა გვაჩვენებს მომავალი, მაგრამ პირველი პერიოდი დინამოსთან თანაბარი თამაში იყო. ცალკე მინდა მივესალმო გადაცემა 5-5-ის შემოქმედებით ჯგუფს. ეს ძალიან კარგი საქმეა, ძალიან საინტერესო გადაცემაა ყველასთვის, კალათბურთის სამყაროსთვის, გულშემატკივრებისთვის, სპეციალისტებისთვის და მინდა გისურვოთ წარმატებები. ბატონ თენგის ნინი აქვს ძალიან დიდი ამაგი ქართულ კალათბურთზე, ადამიანი, რომელსაც მე ძალიან დიდ პატივს ვცემ, ადამიანი, რომელსაც მთელი ქართული, არა მხოლოდ საკალათბურთო, სპორტული, მთელი ქართული საზოგადოება დიდ პატივს ვცემს. ძალიან თავდადებული პროფესიონალი, რომელიც დღემდე ერთგულად ემსახურება თავის გუნდს, თავისი გუნდის ინტერესებს და ის ყოველთვის არის ყველაფერი პოზიტიურის, ნათელის მაგალითი. ასე რომ თუ ქართულ სპორტში იქნება ცოტა მეტი დასაქმებული, ცოტა მეტი დაკავებული ისეთი ადამიანი, როგორც არის ბატონი თენგის პაჩკორია, ეს ყოველთვის უკეთესი იქნება. მინდა უსურვო სოხუმს წარმატება, მინდა უსურვო ბატონ თენგის ჯანმრთელობა, ყველაფერი საუკეთესო და კარგი სეზონი. კალათბურთის მეგობარი თენგის პაჩკორია. ეს 5-5-ზეა. ერთ კვირაში შევხვდებით.